ეს მეხუთე თავია, ესე ერთი რამისთვის მინდოდა მიგეხცია, გუში ყურადღება, როდესაც ასე იგი მაქსიმე ლაპარაკობს, რომ ისინი ყოველთვის არიან განუშორებელი ერთმანეთისგან σχέση dico σύγχυση το ένα με το άλλο όσο και με τον εαυτό τους. Ესე იგი σύγχυση არის χίνο არის ღური რაღაცა. σύγχυση ეს პრინციპში შეგვიძლია თქვა ხონეპტირიც არის ეგეთი ეს ყალიბით შეგვიძლია თქვა რა ესეთი რაღაცა. სიმხისი არის ხინო არის და ღური რაღაცა და სიმხისი არის ერთად რო ჩაღური რა. რაღაცას ვეჩაღვრიდა რომ შეიტმენში რომ აირევ ერთად ჩაღვრა აი ღვინო და წყალი მაგრამ სიმხისი და რაღაც ხო მიქსი კრასისაც ქვია მაგრამ აქ შემთხვევაში არის სიმხისი ესე იგი არევასაც ნიშნავს რა სიმხიო ერთად ჩაღვრას ერთად გააღვრას და ისინიო და ეს ტერმინი გამოიყენება სწორედ ქალკედონისთვის რა ასინქიტოს ესე იგი შეუღურელი რა შეუღურელი რაღაც იქნება ეს თქვა ერთმანეთში არ შეიღურებიან არ აიმღურებიან ერთმანეთში და აი ამ აუმღურებლობას რა შეარიან თითოეული მათგანი არისო ლოგოსი ამ შემთხვევაში არის განუყოფელი ქმნილებაც რა ამ შემთხვევაში არის განუყოფელი მაგრამ შეურევნელი სხვა ლოგოზებთან სხვა ქმნილებებთან მაგრამ შეურევნელი თავის თავთანაც აი ესეთ უცნაურ რაღაცას ამბობს όσο και με τον εαυτό τους ესე იგი ლოგოსი ან საგანეს ეს რაღაც გარეგული ფორმა თავის თავს არ უიგივდება ესე იგი იქ მაინც არის შიგნით დარჩენილი რაღაცა რა თავის თავში ჩვენ გვაქვს განსხვავება აი ჩემი პიროვნება და ჩემი ინდივიდი ერთმანეთს განსხვავებს იმიტომ რომ ასინხიტოები არიან იქაც ხო გახსოვს ისინიც წმინდა სამების წევრებიც ასინხიტოები არიან ერთმანეთთან ეს შეუღურებელი პიროვნებები მიუხედავად იმისა რომ საერთო ბუნება აქვთ ესე იგი თავის ბუნებას თლიანად არ გაიღურება თავის ბუნებაში იგი თლიანად არ შეირევა და დაკარგავს თავის იდენტურობას ესე იგი ამ შემთხვევაში თავის პიროვნულობას თავის იპოსტასურობას ესე იგი აქ გვაქვს ჩვენ ედგარი საფუძველი თუ როგორ ფიქრობს მაქსიმე თითოეულ საგანზე და თუ როგორ ფიქრობს მაქსიმე თითოეულ ადამიანურ პიროვნებაზე კარგი წავიდეთ აქ ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ ეს ხო გუში ეხლა მე თქვენ წაგიკითხავთ ესე იგი ციტატა რომელიც მოყავს ლუდოვიკოს მაქსიმედან ესე იგივე იმავე ამბიგვა და ეს ამბიგვა მეშვიდე ესე იგი პერიdiaforon აპორიონ იოანესადმია ეს არის იქ არის თომასადმიც არის მაგრამ ეს არის იოანესადმი და ამ პერიdiaforon აპორიონში მეშვიდე კი არ არის მე რომ ნახე ბერძნულ ტექსტში მესამეა თუ მეორეა თუ ხმეცა აღარ ამაკის აღარ მოვინიშნე მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ შეხვა პატროლოგია გრეკა არის 91 ეს თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იპოვოთ Google-ში 91-ია ესე იგი პატროლოგია გრეკას მაგრამ მაქსიმეს ტექსტები ისედაც არის მეგობრებო იმაში უბრალოდ მეგობრებო ბერძნულად უნდა ჩაწეროთ ოღონდ ძველ ბერძნულად არის ახალ ბერძნულად არ არის და ეს არის პატროლოგია გრეკა 91 და 10-80a ეს კოლუმნის დაყოფილია ვინც იცით ეს როგორ გამოიყენოთ ბერძნები ჯერ კიდევ იყენებენ პატროლოგია გრეკას აი თუ თქვენ წახვალთ გარეთ ასე ინგლისურ ტექსტებს აიღებთ ალბათ ფრანგულიც ესე იქნება რუსები როგორ აკეთებენ რუსები საერთოდ პატროლოგია გრეკას ატომყაც არ მიუთითებენ ხოლმე ამიტომ რუსულ თარგმანებს რომ ნახავთ ყოველთვის ზოგს არა მაგრამ გიჭირს რომ მოძებნო შესაბამისი აი სამწუხაროდ თუ არ ვწდები ედიშერს არა კაი პატროლოგია გრეკას მითითებული როდესაც გამოსცემს ხოლმეს აი დამასკელთან იმიტომ რომ დამასკელის ეს ტექსტს ვეძებდი და მაგრამ ვერ ვიპოვე რა არა და ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტი იყო ჩემთვის
ხო და ეს აი მაგრამ აი აქ შემოდის ერთი მომენტი რომ რაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა მე რომ არასწორად აქვს მითითებული ეს ესე იგი 180 10 არ არის ეს არის 180 b-დან იწყება ეს ციტატას რომელიც აქვს ესე იგი არის a b c d 4 და მე იწყება 191 a b c d 182 a b c d a b c d მაგრამ a b c d ანუ ეხლა ხო და ლათინელების ის არის ხო და ეს უფრო არის 180 b თუ შევხვდით უფრო b-დან იწყება ეს აი რატომ არის მიუთითო საერთოდ ეს ცოტა არ იყოს დამაბნეველია რა ცოტა არ იყოს დამაბნეველია ხო ცოტა არ იყოს დამაბნეველია კაი ხო თარგმანშიც ეხლა რატო მოვიყვარ მთლიან თარგმანს ამას იმიტომ რომ თარგმანშიც ესე იგი ძველ ტექსტი აქვს მოყვანილი და მე ახალ ბერძნული ტექსტი აქვს მოყვანილი და იმ თარგმანშიც რაღაცა არ მომეწო ნუ მე სხვანაირად მესმოდა და თან ეხა ბერძენზე უკეთესად ვიცი მე თქმა ძველ ბერძნული დაღდათ ვერ იმას ვიზამ რა ქვია ვერ დავიჩე მე თუ ვიცი ძველ ბერძნული ოდნავ მაინც ეს ვიცი იმიტომ რომ ახალ ბერძნულიდან გადავდივარ და იქ თუ მე ხა მე ამ ტენდენი ახლა ლიტურგიული ტექსტების კითხვით და აი ამ მაქსიმეს ტექსტების კითხვით და რაღაცა ნუ რაღაცა შემიძლია გავიგო რა ზოგჯერ პირდაპირ შემიძლია წავიკითხო და მესმოდა ზოგჯერ ნუ მაინც მჭირდება რაღაცა წვალება ხოლმე და ესე არა ვარ ხა ედიში რომ არო კითხულობს და პირდაპირ ამ ზურაჯაში რომ არა ესე კითხულობს და პირდაპირ შეუძაე ლამის მე როგორც ვიცი ინგლისური ან რუსული რუსულის დონეზე არა მაგრამ აი ინგლისურის დონეზე ნამდვილად იციან არიციან მაგრამ ნუ უკეთ შეუდეთ მამების ტექსტი პირდაპირ ნასაკრან და გადმოიტანონ და აი ამ ვითარებაში ტექსტშიც არის უზუსტო მითითებაში ზუსტობა და ტექსტში ზუსტობა და ეს ოქსფორდისიც არის ხო მაგრამ ტექსტი ესე იგი ძველბერძნული როგორც ჩანს ლუდოვიკოს მოყვანილი აქვს ეს ტექსტი ინგლისურად თავის ტექსტი ინგლისურ გამოცემისთვის გამზადა და მე მისმა ცოლმა თარგმნა ეს ტექსტი ეს თუ არ ვცდები ეს ტექსტები ეს მაქსიმეს ტექსტები უკვე მისი ნათარგმნი არ არის ლუდოვიკოსი არ ლუდოვიკოს მეუღლის ნათარგმნია და შეიძლება აქედანაც მოდის ერთგვარი უზუსტობა იმიტომ რომ შემდეგ როგორც შლის ის რა ქვია ლუდოვიკოსი როგორც შლის იმას ეთანხმება მისი ნათარგმნი ესე იგი თვითონ ლუდოვიკოს აზრს ეთანხმება მისი ნათარგმნი მაგრამ სრული სიზუსტით არ არის განაცემული მაქსიმეს ტექსტი. იმიტომ რომ მე წავედი და მოვიძიე ეს ტექსტი. ესე იგი არის ინგლისური თარგმანი, არის რუსული თარგმანი რაღაცა კოშმარია. ქართული ძალიან მაინტერესებდა, ძალიან კარგი იქნება და არ მგონია რომ მე ზუსტად გავიგე ეს ტექსტი, იმიტომ რომ რუსული ტექსტიც და ინგლისური ტექსტიც ჩემ გაგებას ეთანხმება. მე მოვიძიე რა ეს ტექსტი. ეხლა მოკლედ გაკითხავთ მე, ესე იგი პირდაპირ ბერძნულიდან ნათარგმნს და წაგიკითხავთ პირდაპირ ინგლისურიდან და ინგლისურიდან თარგმანს. პირველ რომელი და მეორე რომელი აზზე აღარ აქ ორივე ერთად ამაგნავს. რომელია? კარგით. ნუ აი ამ ტექსტს როგორც აქვს მოყვანილი. ესე იგი იგივე საკუთარ თავში დარჩენილი უსასრულო არის უთქმელი და შეუცნობელი აღმატებულება ყოველი ქნილებისა და ქნილებაში არსებული ან მოაზრებული ყოველგვარი განსხვავებისა და განყოფის მიღმა და მაინც იგივე ერთი ვლინდება და მრავლდება ყოველივეში ეს მრავლდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი თვითონ ერთი ვლინდება და მრავლდება იესო ასე წარმოიდგინეთ იესო მრავლდება აქ იესოზია ლაპარაკი მოაზრე განსხვავება და მაინც იგივე ერთი ვლინდება და მრავლდება ყოველივეში რაც მისგან გამოვიდა თითოეული შესაბამისი საზომის მიხედვით ღვთაებრივი სიკეთისათვის შესაფერისი სახით და კვლავ თავის თავში კრებს ყოველივეს მის მიხედვით ყველაფერი რაც არსებობს მონაწილეობს ღმერთში როგორც არსებობითა და არსებობის შინარჩუნებით ასევე იმით თუ როგორ გაჩნდა და რა მიზნებისთვის გაჩნდა დარჩენისა და მოძრაობის მდგომარეობაში ეს არის ის ტექსტი რაც აქ არის მოყვანილი.
ხა ამის მეორენაირად წავიკითხავ. იგივე ერთი მხრივ უსასრულოა თავისთავად უთქმელი და შეუცნობელი აღმატებულება ყოველი ქნილებისა და ქნილებაში არსებული და მოაზრობილი ყოველგვარი განსხვავების და განყოფის მიღმყოფი და იგივე მეორე მხრივ ყოველივეში რაც მისგან არის თითოეული შესაბამისი ანალოგიის მიხედვით. კეთილმშვენიერად ცხადდება და მრავლდება და ყოველივეს კვლავ თავის თავში თავს უყრის. მის მიერ აქვს არსებობაც და მუდმივობაც და მისგან მონაწილეობს ღმერთში ყველაფერი რაც გაჩენილა როგორც იმით რომ გაჩნდა ისე იმითაც რისთვისაც გაჩნდა და აგრეთვე იმით რომ რჩება და მოძრაობს. ხოლო ბერძნული ტექსტის ახალბერძნული ტექსტი ცოტა სხვანაირია და შემდეგ გრძელდება ესე. რადგან ყოველივე მონაწილეობს ღმერთში იმით, რომ ღვთისგან არის მოვლენილი თითოეული ღვთისადმი თავისი ანალოგიის შესაბამისად, ანუ გონებით, ან სიტყვიერებით, ან შეგრძნებით, ან სიცოცხლო მოძრაობით, ან არსებითი და შეძენილი უნარით, როგორც ეს ეჩვენება დიდსა და ღმერთ გამომცხადებელ არიოპაგელს. რადგან ყოველი მონაწილეობს ღმერთში იმით, რომ ღვთისგან არის შექმნილი ღვთისადმი შესაბამისი ანალოგიის მიხედვით, ან გონებით, ან სიტყვიერებით, ან შეგრძნებით, ან საცოცხლო მოძრაობით, ან არსებითი და შემთვისებელი უნარით, როგორც ეს ეჩვენება დიდსა და ღმერთ გამომცხადებელ აეროპაგელს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩემი აზრით, ეს მეორე ნაწილი, რომელიც ახლა მე წავიკითხე, ეს არ არის აქ ესე იგი ამ წიგნში მოყვანილი, მაგრამ რა ხდება? ესე იგი, მთელი სიტუაცია ეს ორივე ნაწილი ერთ ნაწილში ამბობს, რომ ღმერთი თვითოულს აძლევს იმის მიხედვით, რაც იქ არის იმის ანალოგიის მიხედვით. შეფარდებითად თარგმნის ედიშერი ხოლმე ანალოგიას. და მეორე მხრივ არის რომ ისინი ასევე ღმერთის ანალოგიით, ღმერთთან შეფარდებით, ღმერთის ანალოგიის მიხედვით არიან ისინი შექმნილი. ერთი მხრივ ღმერთს გვანან მოკლედ და გვანან იმდენად, რამდენადაც მათ აქვთ ამისი დამტევნულობა. ესეთი სიტყვა არის ეპიტიდიოტიტა, ესე იგი მომზადებულობას ნიშნავს, მზაობას ნიშნავს ქართულად რა. მომზადებულა ეპიტიდიოტიტა ზე, მაგრამ თუ ამ სიტყვა, ესე იგი ამ მომზადებულობის და მიხედვით ადამიანს მიეცემა ის მადლი, რაც მას უბრალოდ შეიწყნარებს იმას და მიეცემა კიდეთ ის მადლი, რაც მას აქვს. და საოცარი ის გახლავთ, რომ ესე იგი არის ესეთი სურაჟელს და სურაჟელი ამოს სოფრონის სახარავი ამოს კითხვა რომ დადეს, ესე იგი ღმერთმა რატომ შემოგვიყვანა ჩვენ ამ სამყაროში ისე რომ არ გუკითხა გვინდა და თუ არა. და რაღაც მინუტას სურაჟელი და სოფრონი პასუხობს, არა მან კითხავ. ჩემ დისერტაციაში მაქვს ამის შესახებ. და უცნაური რამ, ესე იგი ყველა ადამიანს განუწესა მისი ადგილი და ბედი და ხვედრი იმის მიხედვით, რამდენად ეს იგი არის ამისთვის მზად. უფრო ღმერთს ყველაფერი შეუძლია წინასწარ განსაჩვენოს. და განსაზღვროს, აი რო ეკითხები მაგალითად რა დააშოვოს ჩინელმა მონათლავმა ბავშვებმა. ისინი რატომ უნდა წავიდნენ ჭუჭუხეთში, ხო? და ესენი გვეუბნებიან რომ ჭუჭუხეთში ეს ქართველი და ეს მე ბერძნებისგან სიმართლე გითხრათ ეს მანდამაიც არც გამიგია, ქართველებში არის ეს უფრო მეტად გავრცელებული. რომ ყველა უცად მიდის ჭუჭუხეთში ბავშვი, ყველა მონათლავი ვერცხონდება რა და მიდის ჭუჭუხეთში, ერთი რაღაცის თუ რაღაცა ეწამა რა, მაგრამ თუ ის არის ერეტიკოსია, მაგრამ აი სომეხი რო ქრისტიანობისთვის ეწამება, ის მაინც ჭუჭუხეთში მიდის. აი ეს კოპტები რო იყო, ხო გახსოვთ, ყელი რო გამოჭრეს მუსლიმებმა, აი ის 15 კოპტი რო იყო, ხა წმინდა წყალჩერაცხილი ქრისტიანი, ისინი ჭუჭუხეთში არიან. აი ედიშერსაც იქ თუ ნახავთ, 2016 წელს დიდი კრება რო იყო,
იმ კრების დადგენილებას განიხილავს შერი და იქ სუერეტიას იმეებსაც აქვს რა მიუღებლად მიიჩნია ესე იგი მიაჩნია რომ სამყოფო ედიშერი ნუ ყოველ შემთხვევაში მწერლის შესიამოს რა მიაჩნია ხა კაც მარცის მწერლის მიხედვით მას მიაჩნია რომ მთელი სამყარო იყოფა ორი ნაწილად მართლმადიდებლობა და ცრუ ესე იგი კერტა ყოველწლიურად მორწმუნეობა რომ არის მხოლოდ ერთი ეკლესია ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია არის ჭეშმარიტება და სხვაგან არსად არაფერი არ არის ყველგან არის მხოლოდ წაწყვე და რა ეგეთი ეკლესიოლოგია აქვს. კი ბატონო, იყოს ეგრე, მე მაგას კი არ დავუყრე, რატო ეს უნდა იყოს ეგრე და ისე უნდა იყოს და ასე უნდა იყოს, ხო მე. მაგრამ საქმე მაგაში არის, რომ ისინი რაც გეუბნებიან, ისინი გეუბნებიან, რომ ის ადამიანი, რომელიც დაიბადა იქ, სადღაც ან მუცელში მოწყდა, ან რავი, კაი კაცი იყო, მაგრამ პალესტინელი იყო, ან ჩინელი იყო, ან რავი, ტანზანიელი იყო და არ მოინათლა, ხო? ეს ყოველდღე იმიტომ რომ ღმერთმა წინასწარი იცოდა და მისთვის საუკეთესო ადგილას გააჩინა და საუკეთესო პირობები შეუქმნა რომ თავის საუკეთესოს მიეღწია. ესე იგი ისეთ პირობები შეუქმნა რომ ღვთის ყველაზე კარგი ადგილი დაემკვიდრებინა რაც კი მას შეესაბამებოდა და უარესად არ წარწმედილიყო. ესე და ამიტომ გეუბნებიან ისინი რომ ეს ღმერთის განგებაა, ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი და ჩვენ ვართ და მაქს მე ადრეც გითხარით რომ მაქსიმე ამას ამბობს რომ ჩვენ ვართ ისინი უკვე რჩეულები ვართ აქ ვინც ვართ მართლმადიდებლები ესე იგი ქრისტიანები ნამდვილი რომლებიც მათ აი ეს დავაგემოვნეთ შეგვიძლია დავაგემოვნოთ ზეციური სასუქებელი თუნდაც ნაწილობრივ მაინც ან ძალიან მცირედად. ხო და ეს ეპიდიოტიტა სიტყვა რომელიც ამბობ ითარგმნება მეგობრებო აი ეს სიტყვა სიტყვით რო თარგმნო ადგილად ეპიდი εδώ ზე აქ ზეაკობა ზეაკობის მიხედვით ესე იგი ჩვენ მეგობრებო ის აი მე ადგილზე თვითონ მაქსიმეცი ლაპარაკებს რა არის ადგილი და რომელიღაცა წიგნია ერთი კვლევა ხო ერთი ძალიან კვლევა კარგი კვლევა თავდება იმას მოვიყვანა უცებთ მე აქ არა ნუ წერის დროს სადაც აი სწორედ ლაპარაკია რომ როგორ ესმით ადგილი და ეს ადგილი თავად ლოგოსია მეგობრებო აი რა უცნაური რაღაცაც კი არა უცნაური რამე არის. კარგით რაც როგორც არ უნდა გავაკეთოთ ადგილი. ესე იგი ჩვენ ვართ ადგილი. ჩვენ თვითონ ვამზადებთ ჩვენ სამოთხეს. როგორც აი ღმერთმა მიცა რაღაც ადგილი და ეს ადგილი უნდა დაემუშავებინა, ხო? რაღაც შეესწავლა და რაღაცა კეთილგანეგო ის სამოთხე ედემი და ვერ გააკეთა ეს ადამიანმა. ხო აი ჩვენ ვართ ეს ადგილი, მეგობრებო. ადგილი, რომელიც ჩვენ უნდა რაღაცად მოვამზადოთ, გავამზადოთ ღმერთისათვის, რომ ღმერთმა ემოქმედდეს და ამ ადგილის და მიხედვით, ამ ადგილის ანალოგიურად ჩვენ გვეძლება ღმერთის მადლი, ღმერთის ლოგოსი, ამ ადგილის ანალოგიურად იქნება ანალოგით ეს ლოგოსი და ჩვენ ვართ ასევე ღმერთის ანალოგები, რითით აი სიტყვით საქმე თუ როგორ არის ჩამოთვლილი სიტყვებით, შეგრძნებებით და ასე შემდეგ. ამასაც მნიშვნელობა გონება, სიტყვერება, შეგრძნება საცხო მოძრაობით ეს დაყოფა მე აქ არ არის ხამ წიგში მაგრამ ეს დაყოფა შეესაბამება ტრადიციულ არისტოტელესეულ დაყოფას. ესე იგი ნახეთ როგორ დაიყოფა ადამიანი არის ნუ ქვა ხო მე მოდის სცენარე ზრდაობა მე მოდის შეგრძნება ცხოველი და მე მოდის სიტყვერება და გონიერება ხო გონებით სიტყვერებით შეგრძნებით ან საცხო მოძრაობით ეს არის სცენარი და კოთხალწილად ხოს, მაგრამ გონებით ან სიტყვერებით იქნება. გონებით ან სიტყვერებით. ესე იგი ჩამოთulis რომ თვითონ სცენარეებით თვითონ კრისტალი ხა ჩვენ შეგვიძლია კრისტალები დავამატოთ მე და ასე შემდეგ. სოკო მაგალითად, აი აქ არის სოკო. აი რა ადგილი აქვს სოკო. იმიტომ რომ სცენარეა გონათ სოკო და თუ არ თვე მე-20 საუკუნეში მოხდა რომ სოკო სცენარე არ არის და ეს კიდე ცალკე ორგანიზმი არის. ხო? მაგალითად ბაქტერიები რა არის ბაქტერიები და რაც ახლა ნუ მოვთხოვთ არისტოტელეს და მაქსიმეს ბიოლოგიის ეზერღმაცობას მაგრამ რეალურ დაყოფას აძლევს ესე იგი როგორ ვიყოფით ჩვენ უკვე ესე იგი ჩვენი ფიზიკური სხეული ესე იგი როგორც ქვა რაღაც ეგეთი კალცი ესა მე მოდის ჩვენი მოძრაობითი აი რომ
მოძრაობა გულისხმობ რომ დავდივართ პრინციპში ხე მაინც მე საცოცხლო მოძრაობა რომ მიდის შიგნით უკვე ორგანიკაზე გადავდივართ ესე იგი ორგანული ესე იგი არის არაორგანული მე მოდის კრისტალი არის არაორგანული სოკო არის ამ ჩუაში აი მხოლოდ სოკო შეუძლია მეგობრებო რომ არაორგანული ორგანულში გადაიტანოს ეს სოკოს აქესთვისება ჩვენ ხო ყარო გადაყვეთ ვერ დავამუშავებთ აი სოკო შეუძლია რა ეს მინერალები გამდა მინერალები და რაღაც ესეთი შექმნას ორგანული რომ გადავაგზავნოთ მე უკვე მოდის სცენარები მაგრამ თავი აქ დაყოფა არის რომ აი აქ მთელ სამყაროს მოიცავს საღვთო ლოგოსი მაგრამ დააკვირდით როგორ არის მოცემული ის თავის გამო სხვაობს მაინც ესე იგი თავის ბოლომდე არ შეირწყება ხო და პეკინეთის სათესობო პასიდა როგორც წევან გითხრა ესე იგი არის რაღაცა პიროვნულობა და აი ეს პიროვნულობა მეგობრებო შემდეგ მაქსიმუმს უკვე სხვაგან გაკეთებულია რომ ადამიანის პიროვნებაში აი როგორც იესოს პიროვნებაში ღვთაებრივ ძეს ლოგოსში ღვთაებრივ ლოგოსში ღმერთ სიტყვაში მესევე ძაღი ღმერთ სიტყვა შეიპოსტაში შეგვამომდა შეიპოსტასდა გაიპოსტასდა თუ გინდა ადამიანური ბუნება ესევე ადამიანი გაიიპოსტასებს საკუთარ სხეულს საკუთარ ინდივიდს გინდებათ და საგნებს სხვა საგნებს რომელსაც აი ეს გონებით სიტყვიერებითი არ გააჩნია გონებით სიტყვიერებით ჩვენ გაგოჩი თუმცა თანამედროვე სირეს არის ეგეთი სირს არის ეგეთი ფილოსოფოსი ფრანკი გარდაიცვალა უკვე ეს დაახლოებით მხნის არის აი დერიდა დელიოზის პერიოდის არის აი მასთან უკვე პირდაპირ მიდის ლაპარაკი რომ გარკვეული ცნობიერება სახეზეა არაორგანულშიც კი აი კრისტალებში ცხოვრობენ რაღაცა აი მაგალითად ყინული რო გაიკითხება და დაიძახებს ხო ეს უკვე ხო აი ამითი ის რაღაცას ამ მოგეთ ცნობიერების სინეხედავენ ყველა დონეზე მაგრამ ძაღლებსაც აქვს თავის გარკვეული ცნობიერება, აი როგორ ხვდებიან, რომ ძაღლებს ცნობიერება აქვს, რომ თავის თავს ცნობენ, რომ ზოგიერთი ძაღლი ან კატა თავის თავს ცნობს სარკეში. იცის რომ ეს თვითონ არის. და ეს შეამოწმეს რაღაცნაირად, რომ აი ეს თვითშემეცნება უკვე ცნობიერებას ნიშნავს. ხო და აი აკეთო, მაგრამ ყველაზე აღმატებული ცნობიერება მე რომ გინდა გაგიკვირდეთ და გინდა აქაც სხვაობთ ედიშერისგან ну, это еще Дионисиос ეკნოვა, მაგრამ მაინც გონია რომ თვად ეგრე არ არის, ну, მე ეგრე ვფიქრობ, მე კი არ უამრავ ვფიქრობს ესე. რომ ადამიანი დაუთაურდება ანგელოსაც, ესე იგი, როდესაც ადამიანმა პიროვნებაში თავის თავში ქალი, კაცი, სხეული, არასხეული ხუთი და ბოლოს ანგელოზების ხილული, ალახილული თავის თავში უნდა მოკრიბოს და ისე მიუძღვნას ღმერთს, აი როგორც გითხარით, ხო, წინაზე ველაპარაკეთ აი მიძღვნაზე, შეწირვაზე და უკან მიღებაზე. ამჯერადაც გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ადამიანი პიროვნება თავის თავში თითოეული ადამიანი იმას მიაკეთებს, რასაც ქრისტე თავის თავი თვითონ გაამრავლა, ხო? არის მაქსიმე წერს, ხო? ესე იგი თვითონ ჩვენ პიროვნებაში თავის თავს ამრავლებს და მე თითოეული ჩვენს პიროვნებაში მთელ სამყაროს და საგნებს და ყველას ვაიჰიპოსტასებთ უკვე ჩვენებულ უნიკალურად და ეს არის მიტანა ესე ამ გზით მონაწილეობს ყველა ლოგოსი ღმერთში ზოგადობები იქნება თუ არ იქნება ზოგადობები. კარგი, წავიდეთ აქედან. აქ არის გარკვეული, ესე იგი ეს ორი ნაწილი, ამ თარგმნელმა ეს ორი ნაწილი ერთად შეიტანა და პირველივე ნაწილში მაგალითად ის ამბობს, რომ ღმერთმა თავისი ანალოგიის მიხედვით შექმნა თითოეული მათგანიო და ეს პირველ ნაწილში ტექსტში რომელიც აქ არის მოყვანილი თვითონ ყავს მოყვანილი იქ გაწერია ბერძნულ ტექსტში ის წერია მეორე ნაწილში და ეს ორი ნაწილი ერთად გაერთიანა ალბათ ხედულობაში ჰქონდა რა ამ თარგმნელ ქალს შემდგომი ინტერპრეტაცია რასაც ლუდოვიკოსი აკეთებს და აქაც ერთგვარი მეცნიერული ერთგვარი უზუსტობა რაც მაგალითად ედიშერი არ დაუშვებს იმიტომ შეკაიკაც თუ მოყავს ის ტექსტი მაშინ მოიყვანე ბოლომდე და რომ გავიგოთ რაღა თვითონ ტექსტის თარგმანს სული მაგრამ აქ ხდება ეგეთი რაღაცა ხდება ის რომ
ბერძნებს როგორც ადრე გითხარით, როდესაც თარგმნიან ისინი უფრო აკეთებენ გადატანას, ინტერპრეტირებას, ესე იგი იმისთვის თარგმნიან რომ გაგიადვილონ დედნის გაგება, იმიტომ რომ დაახლოებით ძველ ბერძნულსა და ახალ ბერძნულს შორის განსხვავებაზე მამების ბერძნულსა და ახალ ბერძნულს შორის განსხვავება არის ისეთი, როგორც არის ჩვენი და თაწმინდელების ენა, არა გელათური ენა, არამედ თაწმინდელების ენა, ან თუნდაც შუშანიკის ენა, ან ჩვენი საგალობლების ენა და რაღაც. აი ეგ ენა არის და ნუ მაინც ახლა რაღაცა გვერევა, ხო, ზუსტად არ ვიცით რა არის და ნუ სინტაქსია ზოგჯერ არეული, მაგრამ აქ გექნება ქართული თარგმანი და უცებ და მე უკვე ზუსტად მივხვდები ქართულის ესე იგი ტერმინოლოგიას რას ნიშნავდა თუ გაინტერესებს აი რა შეიძლება ფიქრობდა ადამიანი, როდესაც სწორედ ამ სიტყვას იყენებდა და არა სხვა სიტყვას. და ეხა იწყება აი ამ ციტატის გარჩევა, რომელსაც მე შევეცდები წავიკითხო და იცით რა, გადავახტები რა, რომ ხომ დავასრულო და ამიტომ ძალიან ძირითად მომენტებს ვიტყვი მხოლოდ. ესე იგი აქ განმარტავს, რომ ისე ძახლის ნიშანება პუსიმენი პოზიტიუსია и δημιουργία έχει κτιστεί θεμελιωδώς για τον εαυτό της και όχι απλώς ως καθρέπτης της δόξης. ეს ნიშნავს ესე იგი იმის გამო რომ აი აქედან რაც მოგიყვა რომ ღმერთი ქრისტე მრავლდება თავის თავში რომ ის მრავლდება ქმნილებაში, იმიტომ რომ ჩვენ მისი სახეები და მსგავსებები ვართ და ვიმეორებთ იმას, რასაც ის აქეთ ესე იგი ჩვენ უნდა განხუთებდეთ და ღვთაებრივი ძალმოსილებით ხვდებით ანგელოზებზე მეტიც კი ვარ, იმიტომ ანგელოზებით ჩვენი საშუალებით ეზიარებიან ქრისტეს სისხლდახორცს, ისე კი არა როგორც ჩვენ, არამედ ჩვენ ჰიპოსტაზში და ისინი ესე იგი ანგელოზები მხოლოდ ღმერთს სწავლობენ საღვთო განგებულების წია, ხო, რომ ადიოდა ღმერთი ცაში და გაუკვირდათ ანგელოზს, აქ რა გინდა ადამიანსო და ასე შემდეგ, ეს საიდუმლო ჩვენთან ერთად სწავლეს, ესე იგი ადამიანური ბუნების წიაღს სწავლობენ ისინი, იმიტომ რომ სწორედ ჩვენ ჭრეთთ რა მათ ანგელოზებს და ანგელოზებთან ურთიერთობის საშუალებით ანგელოზები მიყვავს ჩვენ როგორც ესე მთელი ქმნილება რაც კი არის შექმნილი, ის არის არამედ ქრისტოცენტრული ჩემო მეგობრებო, არამედ არის თითოეულ ადამიანცენტრული. ეს ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ. ხო და აი აქ ეს ამბობს ახლა რომ აი ეს ყველაფერი რაც აქ იწერეთო ეს რა გიწერეთო თქვენო ესო არისო ნიშნავს იმასო რომ ავსიმენი რომ არსებითათო დიმიურგიაო ესე იგი შესაქმესო ქმნილება იმიტომ არისო შექმნილიო საფუძვლებრივად რომ არის საკუთარი თავისთვის შექმნილი და არა ისე უბრალოდ და ლიტონად როგორც საღვთო დიდების სარკე და ანარეკლიო სარკე. ეხლა თუ ჩაიხედოს თავის-თავში და თვითონ ნახოს თავის-თავი ეს თუ აქ უკვე ჰეგელს ესე იგი თითოეული ჩვენგანი ადამიანი ისაც გითხარით რომ ჩვენ მივყონ ვართ მიზანი. ეხლა გაიხსენეთ რომ კანტის მორალი რა არის, ხო? რომ ადამიანი არასდროს არ გამოიყენოს საშუალებად, ადამიანი ყოველთვის არის მიზანი, ხო? აი ამ ჭრილში ცდილობს დაინახოს მაქსიმე. ესე იგი თანამედროვე ფილოსოფიას ეუბნება, რომ აი ჩვენ მაქსიმესთან ისეთივე რამები არის თქვენთან არის. და ეს უფრო ადრე იყო ჩვენთან, თქვენთან არ გეგონოს რომ თქვენ ჩვენზე მაგრები ხართ და რაღაც ესეთი რაღაცებს ჩმახობს. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგია, ხო? ესე იგი ადამიანი, თითოეული ადამიანი არის თვითმიზანი. ესე იგი შენი ეხა ვისაც გესმის ეს სიტყვა შენ თვითმიზანი ხარ თავად შენ. მაგრამ შენ ვერ არსებობს სხვების გარეშე. ეგეთი რაღაცა. ოკეი. წავედით ეხლა. აქ შემდეგ მოყავს ესე იგი არაფერი აღნიშნული განსაკუთრებით აღარ მაქვს. ესე იგი წავიდა ჩაულებრივად. Πέρα από κάθε αντικειμενική και αναγκαία ύπαρξη των λόγων που θυμίζει πλατωνικές ιδέες, οι λόγοι είναι οι αιώνιες διανόησεις
თუ პროსოპიკუ ლოღუ. აი ახლა ეს ეონიეს დიანოისის და მეჩვიდმეტე სიმართლე გითხრათ მეჭვია რომ ეს აქ დიანოისის იყოს რა დიანია მეგობრებო არის პეტრიცი მაგას თარგმნიდა მიდ მოგონებად მე ადრე გითხრათ რომ ქართველებს დია არა გვაქვს ჩერეს მაგაცია ძმა ჩემი რა ჩერეს პლეხანოვი მიდიხარ ძმო ჩერეს სანაპირო თუ ხო იმიტომ ჩერეს არა გვაქვს სიტყვა ქართულად გვაქვს წიაღ რა წიაღ შეიძლება მაგის იყოს მე ვიყენებ ხოლმე ხშირად წიაღს მასე წიაღ ისეულ რაღაც სიღრმეში რომ არის წიაღი ორდაიზი ორდანის გაღმა წიაღ სულა ესე იგი აბრაამის წიაღი აბრაამის უბე ერთი არის აბრაამის წიაღი აბრაამის უბე იგი რაღაცა შიდ და წიაღს ნიშნავს რაღაცა შედიხარ და გადიხარ რა ანუ წიაღი რაღაცა სიღრმე და მაგრამ ну მე რუსულში არის ჩერეს ბერძნულში არის დია მაგრამ ახალ ბერძნულში არის მესო და ინგლისურში არის through ხო ну ლაპარაკში overს ხმარობენ through-ს არ ხმარობენ მაგრამ over there ასეთ იქით ეგერ ჩერეს ну რაცა ხო დია მიან ნიშნავს აი მიმოს რა როგორც არის დიალოგი ხო ანალოგიზე დამავიწყდა ეხლა ნახეთ როგორ არის დიალოგი ანალოგია დიშერი თარგმნის შეფარდებითად ფარდი არის რაღაცის ფარდია რაღაცას შეესაბამება რაღაცნაირად აი იმის ფარდია მაგალითად 5 კილო ოქრო $500 ფარდია ან 5 კილო ოქრო 200 კილო ვერცხლის ფარდია და რაღაც ფასი მისი არ არის ქართული სიტყვა ეს ფარდო ფარდობის თეორია აქედან მოვიდა ეს ალბათ ხომანტმა რაღაცა შევამოწმა კედიშერის უნდა მოვუწევ დიანია და დიანია არის მიდმოგონება ესე იგი აზროვნებას ვთარგმნით დღეს ქართულად რა აი პროცესი აი პიპოკი თამაშობს იგი ანალოგი და აი დიალოგი ანალოგი დიანია ესე იგი მიმოგონებას ნიშნავს გონების დიალექტიკური პროცესია, ესე იგი საუბარია, დავა, კამათია, მიმო არის, მიმოსიტყვაობა ხო ის არის დიალოგი. ანალოგია შეფარდებითად რო ხმარობს ედიშერი ანალოგოს შეფარდებითად ძალიან კარგია. ანა არის ანამეტრისი, აი რაღაცას რო გაზომავ რა, ანამეტრო. ესე იგი მეტრის მიხედვით, აი ანამეტრისი რაღაცას რო აზომავ, აზომე, ხო? ანამეტრის ახლა როგორ არის? მეტრი არის სტანდარტი და ანამეტრაო ზომოთ, ხო? ანამეტრაო, ესე იგი მეტრის მიხედვით რა. ანალოგია არის ლოგოსის მიხედვით გამოდის. მაგრამ აი როგორც ანატომია, კვეთების მიხედვით, ანატომია დაშლია ადამიანს და მე ეს არის ღვიძლი, ეს არის თქმელმე თქმელი ღვიძლთან ამკავშირშია იმასთან ამბობთ. ორ აღსაათ ესე აგეთ. აი ეს ანა შეიძლება მაგას ანალიზი, ანალიზი, ლისი არის ესე ხსნით ესე გეცინშაც აი დავშალე და ანალიო ესე დავშალე და უყურებ ახლა. აი ანალიზი და სინთეზი არის მე ხო მე ისე შევკრიბობ. ეს რეალურად არის აი ეს რასაც მე დეკონსტრუქციას უწოდებს მეთქი ისა და აი აქ მეუბნება ეონიას დიანოისის ეროვნული აზროვნება პროცესში აქვს ლუდოვიკოს ღმერთის გონებაში და მე არ მგონია რომ ეს პროცესი იყოს რომ მაქსიმე საერთოდ ქმნილებას უწოდებს რომ ქმნილებასთან ერთად დაცემა მოხდაო ესე იგი უკვე ადამიანის ქმნილება მის დაცემას ნიშნავს ხო და ესე ამბობს რა რაღაცნაირად მაგრამ ნუ ეს ამბობს დიანია ეს გაეპარა თუ კონტექსტი მინდა ვნახო და მოვძებნი ახლა ამას მე დიშერტ იმასთან მოხია დავაპაუზებ ამას მოვძებნი ამ სიტყვას როგორ არის ნერდიშერტა და როგორ არის დედანში
ხო, საქმე იმაშია, რომ ხო, სწორი, ესე იგი დიანია იქ ბერძნული ტექსტი ნახე, ხე არ წერია ეს დიანია, ესაც მე ცუდად მოხდა. ეს მოხდა ჩემ დისერტაციაშიც ქონია ეს ნათარგმნი და ედიშერისაც აქვს რა, ესე იგი მე-13 თავში და ესეთ რაღაცას ამბობს ედიშერი ესე თარგმნის, მოკლედ რა, რომ არც და გვარწესნი, ესე იგი ლოგოსებს უწოდებს გვარწესებს რა, ედიშერი. არც და გვარწესნი საუკუნეთა უწინარეს ღმერთში განმზადებულნი და როგორც თვითონ უწყის უხილავნი, რომლებიც საღვთო მამაკაცთა მიერ ჩვეულებისამებრ წოდებია როგორც კეთილი ნებანი. ქმნილებისაგან შეცნობადად იხილვებიან, ვინაიდან ყველა ქმნილება ღვთისა თავისი ბუნების შესაბამისად ჩვენგან სათანადოდ მწვდომელობით სოდნისმიერად განჭვრეტილი ფარულად განგვიცხადებს ჩვენ იმ გვარწესებს, რომელთა მიხედვითაც არის იგი შექმნილი და თავისგან თანაგამოაჩინებს იმ საღვთო მიზანს, რაც დაკავშირებულია თითოეული ქმნილებასთან, სწორედ ამიტომ თვით ცანიც მიუთხრობენ ღვთისდიდებას და სამყაროს მოუწყებლობს მის ხელთა ქმნილებას. ხოლო მარადიული ძალა და ღვთიურობა არის არსთა შემომტკიცებელი წინა განგება და ამ წინა განგების შესაბამისი მოქმედება მისგან წინა განგებულთა განმაღრმთობელნი. და მე მიდის აქ ედიშერს ერთი ის აქ მხოლოდ 13-12 ბალე ვნახოთ რას აკეთებს, რა უნდა, რატომ აუხიდა საკუთარ თავს. ზოგჯერ აუშარდება ხოლმე საკუთარ თავს, არ გეგონოთ მარტო თქვენ წვდომელობითად თარგმნით ეპისტიმი, ხო, in science, ხო, ეპისტიმი მეცნიერებას ნიშნავს და ხო, მეცნიერებას ის თარგმნის როგორც ხო, ეს წვდომელობითად არ ვიცი ხა მე რატომ არ იყო. მოკეთ გაიგეთ, აქ არსად არ არის, რომ ღმერთმა არს და გვარწევს საუკუნე უწინარეს ღმერთში გამზადებულნი. ეს პროკატარტისთენდეს, კატარტიზო არის გავამზადებ რა, პროკატარტე წინარე გამზადებული. კატარტიზო პრინციპში გამზადებას კი არ ნიშნავს, მეგობრებო, კატარტიზო ნიშნავს დავა სტრუქტურებს ნიშნავს, ეხლა რომ არტიზო არის რაღაც ართროს აღარ მახსოვს ეტიმოლოგია ვნახე და უფრო ნიშნავს რაღაცის სტრუქტურებას, აგებას, აი რაღაცის ხო და ზუსტად იფისტამეს ქვეშედგომ რა გარკვეულ დასტრუქტურა, ამიტომ ნიშნავს გამზადებას, აი რომ თავი რაღაცას რომ მოქნი რა, ესე რომ ვთქვა. მაგრამ არტიზო ნიშნავს ასევე არისტოკრატიაც აქედან არის რა, და მოკლედ რაღაცა შეამზადა, ესე იგი აბსოლუტურად გაამზადა, აი მოაკვარხჭი. ხო, მეც მაგას ნათარგმნი მქონია ჩემ დისერტაციაში. ამდენი წლის წინ არ ვიცი. აკო ნახოთ ამათ რომელთა წმინდა დიონისე არეოპაგელი ლოგოსებად ამბობს, წმინდა წერილის მიერ წინა განზრახულება და საღვთოვნებელობა წოდებულად გვასწავლის იგი. არსებობდა ლოგოსები არიან ღმერთში საუკუნეებზე უწინწინა წარ შემზადებულნი, ესე მაქვს მეთარგმნილი, გამზადებული აქედიშ. უხილავად მყოფნი თუ როგორ ეს თავად მან უწყის და რომელთა კეთილნებელობა წოდება საღვთო კაცების ჩოულება, ისინი ქმნილებაში აზროვნებითა და განიჭვრიტებიან ღმერთის ყოველი ქმნილება ბუნების შესაბამისად შესაფერისი მეცნიერებით. ეპისტიმი მეცნიერება და აზროვნებითად იხილება. ნუ ედი შესაძლოა სხვაენთან. მე აქ რაღაცა მაქვს ვნახოთ, ჩავხედოთ თუ რამე მნიშვნელოვანია. არა, ხო, ნუ შედარებული მაქვს სხვა მაქსიმეს სხვა ემებს. ნახეო სხვა სიზნელე მეორეო. მეორეო ეს შეგვიძლია თუ ნახოთ, გინდათ ნახო. ეს სხვა სიზნელე უნდა იყოს მაშინ ეფრემის. აბა მოდი ნახოთ ეფრემთან როგორ არის. არა, მეგობრებო, შენ სხვა სიზნელე არის ის, ამდენგვარ მეშვიდეს რო ვეძახით, ეხლა გამახსენდა, მეორეა, ხო? მე მივდევ იმას, არ მივდევ ამ რუსულად კი ამ დასავლურ, მეც პატროლოგია გრეკას ვიყენებდი რა.
ხო და სხვა სიზნელი არის ზუსტად ის რაც მე ხო მეორე აქ აი მაგალითად ხო ეს კიდე რაც ეფრემის არის სხვა სიზნელი კიდე საღვთისმეტყველო თავნია დამავიწყებოდი ნოგად ეს ჩემი ნათარგმნები არის ინტერნეტში დევს და ბლომად არის ძალიან ბევრი ნათარგმნი მაქვს გურამ თევზაზე გაგიჟდა კიდე ძალიან ბევრი ნათარგმნი მაგრამ არ ვიცი რა გამხელა ედიშესაც აკითხება არა მაგ გაკეთებული ახლა მე ედიშეის ნათარგმნს ვერ შევადარებ მაგრამ წლების განმავლობაში გქონდათ მაქსიმეს საკმაოდ დიდი ნაწილი აგერ ჩემებურად და მე ანუ რა ვიცი ვერ დაგაინტერესეთ ვერაფრით ეხლა ედიშერი კიდე ფულსაკეთებს ძალიან კაი კაცო მე ხელი მოუნა აი აქ არის მაგალითად ნახეთ რატომ ედიშემა რატო გადათარგმნეს მიწვდომად რა აინც ქართულ ტრადიციაში როდის აი აქ არის ეს უკვე ეფრემის თარგმანი იყო სხვა ტექსტი აი ხა მეორე მეთქი რომ მოვძენე ღმერთი თავისათვისად არა ეს რეტარს რაითამცა ჩვენ და მიწვდომაი შესაძლებელი იყოს რა კარგი იცი ლამაზი კი არის ხო ღმერთი თავისად არა ეს რეტარს ღმერთი თავში არა ისე არისო რომ ჩვენგანო მისაწვდომელი იყოს Possible elaborare. O Θεός σου κέστη δι αυτόν ως ημάς ιδένε δυνατόν. Σитуάσια του τάρμια. Σε γμέρτη αράρις δι αυτόν თავის თვისო ამ შემთხვევაში თავის თვისო ისე არ არისო რომ ჩვენთვის იდენე ჩვენთვის წოდნა შესაძლებელია. Teda ახალ ბერძნში ოიდა ნიშნავს წოდნას რა იდა ეიდა არის აქ. ბრუნების მიხედვით. ხო და ის უღლების მიხედვით არის. ხო და ის იდა იდო იდენე არის წოდნაც არის და ხედვაც არის. ორივესგან არის. то იდა აი მაგალითად ხა ბერძნეთ ყვის то იდა ესე იგი ნახია. ვლეპო არის ხედავ და ვიხილე ხილვა ხო ძოდოთ ქართულ ხედავ ხილველობ ხო არ არის ხედავ ვიხილე და ვინახე ხედავ ვიხილე და ვინახე ჩვენ სული ფუძებს ხო და ვზივარ ვიჯექი ვიჯდები იცვლება ხო აქაც იცვლება ახალ ბერძნში მაგრამ იდენ იმიტომ რომ ძველ ბერძნში იდა ნიშნავდა ხედვასაც და ნიშნავდა წოდნასაც აი ჩვენ რო გვაქვს სიტყვა სინდისი სინიდენე არის ბერძნულად სინიდენე თან წოდნას ნიშნავს თან წოდნას ეს შემეცება ყველგან ესია conscious sense გაგებას ნიშნავს შინაარს ნიშნავს conscious совесть წოდნა არის весть რაღაც უწყება არის сознание სინდისის ორი თარგმანი ქართულად არა ქართულად პირდაპირ ავიღეთ სინდისი ხო და აქ ესე იგი წოდნა დაკავშირებული აქვს წვდომასთან რაღაცას მივწვდი ხო ეხლა ეს რატომ აქ ეხლა ეს მეფრებს გაკეთებული იმიტომ რომ რაღაცა თვალით უნდა მიწვდე ხო რომ იცოდე ესე იგი რაღაცა უნდა შეეხო მაგას უნდა წვდე unapproachable უახლებელი ხარ ღმერთობენ ხო მაგრამ მაინც აი იმიტომ რომ ეხლა ნახეთ და მაქსიმიზმის მithumetes სტოელების ის ქონდა რომ ყველაფერი მაინც მატერიაა მაგალითად მე რაც თვალზე მომდის ეს მატერია იქიდან ანრეკლილი მატერია მოვიდა ჩემთან ესე იგი მატერია მოდის მე რო ღმერთი დავინახო ესე იგი ღმერთის მატერია უნდა დავინახო ესე იგი უნდა მივწვდე მას თვალით უნდა მიწნო ან ის მომწვდეს ან მე მივწვდე მას თვალით მე ხო თვალით ვწვდები რაღაცას იქ შორს რომ არის ხელით ვერ წვდები თვალით ვწვდები ესე იგი დაინახე ესე იგი წოდნა მიწვდომად იმიტომ არის წვდომად რომ წოდნა ნიშნავს აი ამ ონტოლოგიურ ზიარებას და ედიშერმა მიწვდომად ეპისტემე მაგიტო ეპისტემეც ეპისტემე არის ეცდიერება დღეს ბერძნულად მეცნიერებას ნიშნავს და ესე გაყო არისტოტელემ არის წოდნა და არის ეპისტემე და წოდნა არის აი მაგალითად მე ვიცი რაღაცა ხო მე ვიცი
აი ვიცი რომ მაგალითად ეხლა თუ მე მიყურებს ხო მიყურებ შენ მიყურებ ხო ეს ვიცი მაგრამ აი ვინ ხარ ახარ რა ტიპი ხარ დედას მაგინებ ხარ რა შვები როგორ ახარ მაგას მაგი არ ვიცი აი მაგი უნდა გამოვიკვლიო ეს მაგის კვალ და კვალ უნდა მივწდეს ეს კვალს რატომ მიყვები რომ მიწვდე იმას ხო გამოვიკვლიო ანიხნევსი ბერძნულად არის ანიხნევსი და აქედან მოდის იხნი არის ბერძნულად კვალი და ანიხნევს ისა რომ გამოვიკვლიო ხო ესე იგი არ არის ეს დიანია იმიტომ რომ ამას შემაწუხა და რატომ გააკეთე ხა დიანოისის ეს სიტყვა დიანია ცით ეს არ უნდა გავკვირდეს შეიძლება უცხოელს დავიმართოს ჩვენ იმიტომ რომ მე ჩემ ბიჭებს რო ვეუბნებოდი რომ ინგლისური მაწუხებ და ძალიან რეალურად სალაპარაკო ინგლისური არის ნუ კოშმარი რა იმიტომ რომ თუ ზეპირად არ დაიმახსოვრე პირდაპირ ფრაზები რა ან ზოგჯერ აი მაგალითად უწეს უცხოელი ინგლისურად ეხა ინგლისური ძალიან კარგად იციან განსაკუთრებით სკანდინაველებმა და ევროპელებმა ხო და თუ ვინმე ევროპელი წერს რა ნუ იქ არ არის ეს ისინი იდიომები და ნუ მაგრამ ამერიკელი თუ წერს ან ინგლისელი იმდენი იდიომას ხმარობს რომ შეიძლება ტუნი გაასხა ეხა ადვილია თუ რაღაც იდიომა არ იცი უცებ მოძებნი იმის თან ძირითადად ელექტრონულად ვკითხულობ და პირდაპირ გადააგდებ Google-ში რაღაცა და გეტყვი ნუ სლენგად მითხარი ეს რა არის რაღაცა და გეტყვის რა იმ იდიომა თუ არის ადრე იყო კოშმარი რა ნუ როცა მარტო ლექსიკონით სწავლობდი და სალაპარაკო ენასო იდიომებია და ვეუბნებოდი ამათ რა წუწუნებდი რა არის მეთქი რა წიგნის ენა რაღაცა და მე დავაკვირდი ჩემ ბიჭებს რომ ველაპარაკები მე და ჩემ ბიჭები ვერ გებულობენ რას ვეუბნები ხოლმე ხო დავაკვირდი რომ ქართულში უამრავი იდიომა გვაქვს იმდენი იდიომა გვაქვს ქართულში რომ აი ძალიან ჭირს რა ესე მე ძალიან მიჭირს ხოლმე მე რა ადვილი სიტყვებით აუხსნა ჩემ ბიჭებს ხოლმე რაღაც თქვა მინდა და ზოგჯერ მისცეს ხოლმე ინგლისურსა გადასვლა რატო იმიტომ ძალიან ბევრი იდიომები გვაქვს ძალიან აი მეხერხება თუნდაც რა რაღაცნაირად არ მოგეხერხება თავი მომაქონე და რაღაცებს ვიცახით უამრავ რაღაცებს ვიცახით რა ქართული ძალიან ბევრი იდიომები გვაქვს აი უამრავ მაგალითად მე როგორც ვლაპარაკობ როგორც დავაკვირდი აი ჩაულები ყოფა ცხოვრების დაახლოებით ერთი ნახევარი მაინც იდიომაა და ჩვენ ყველანი ეგრე ვლაპარაკობ ხო და ჩვენ იდიომებს არ გავშიფროთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგრამ ყური დაამიგდე ბიჭო ხო ესე მომისმინე ხა ყური დაამიგდე მესროლე ხო არა მაგრამ ჩვენ ამას ისე ვიცხოვრებთ მთელი ცხოვრება მე რო აი ბერძნული არ მესწავლა და ინგლისური და რაღაცა ასერთ არ მეოქცეთ უყურადღებად ესეთ რაღაცებს ჩვენ ისეთ რაღაცებს ვიცახთ აი მე თვითონ არ მეგონა ქართულში თუ ამდენი იდიომა იყო არ მეგონა რა მე თვითონ არ მეგონაც და კიდე მეც კი არ მეგონა თავად მე არ მეგონა მე თვითონ არ მეგონა პრობლემაა ხო და შეიძლება დიანიას ეხა ჩვენ რო მე აი ესე რო გავშალ აი დიანია მიდმოგონება და რაღაცა ბერძნისთვის ესე აღარ არის რა გესმით აი იმისთვის ეს ერთი სიტყვაა და ნიშნავს ღმერთის აზრს ღმერთის აზროვნებას რა აი რო თქვა ღმერთის ნაზრი არის ხო ხარ ეს არის ღმერთის ნაზრია აი ხა ესე იქნებოდა ისინი არიან ღმერთის ნაზრნი ისინი არიან პიროვნული ლოგოსის ეონეს საუკუნო ნაზრნი ხო აი ნაზრია რა ხო იქ არ იტყვი რა აზროვნება პროცესია მაგრამ აი დიანია უკვე მე როგორც უცხოელს ხო უკვე თან ტერმინა ეს ნაზრი თან მithumet რომ ქართულად არ ითარგმნება ეს მithuმოგონებად გვაქვს თარგმნილი ხო ესე იგი და ეს პროცესი შეყავს ღმერთში რაც ინტუიციური წაცდომა არის ფროიდის წამოწდენასავით არის ფროიდისეული წამოწდენასავით არის მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა შეგვეშინოს და უნდა მას ვაპატიოთ და ესე იგი მას უნდა ნახოთ რომ ღმერთი მაინც დინამიური ცოცხალი ორგანიზმია ხო მოგეთ ეს ნაწილი არის ეკამათება პლატონურ იდეებს ესე იგი რომ მაგალითად ბალთაზარიან ესეთი მკვლევარები თავიდან
მაქსიმეს ამ ლოგოსების თეორიაში ხედავდნენ პლატონურ იდეებს, რომ იდეები მარადულად არსებობენ და იმ იდეების მიხედვით ღმერთმა დიმიურგმა მერე შექმნა ეს ჩვენი საგნები, ჩვენ ცხოვრობთ, ამიტომ ჩვენი საგნები ყოველთვის ნაკლუიანებია, ყოველთვის აჩლილი არიან და ასე შემდეგ. იმ პირველ სახის ხოლო თანამედროვე ფილოსოფია გვეუბნება, რომ პირველ სახს არც არსებობს, როგორც ასეთი. ესმით? და მაქსიმე ეხა და ეს მიდის ეს ჯო მეც მაგერტი სტატიაში ამას განვიხილავ ამ თემას უკვე ნუ საკმაოდ დაწვრილებით რამდენიმე გვერდზე რომ ეს პლატონური იდეები არ არის ეს ის სულ თემაა რომ პლატონურ იდეებს სამუშაო ტერმინებად თვლიან მაგალითად გარკვეული ფილოსოფოსები შოპენჰაუერიდან მოყოლებული და რომ შემიძლია კიდე წაგიკითხოთ ციტატა თუ მანდამაინც მაგრამ არ გინდათ ახლა მაგი რომ პლატონური იდეები სულაც არ არის ნამდვილად არსებული ონტოსონ კი ქვია და ნამდვილყოფი მაგრამ სულაც არ არიან ნამდვილად არსებულები ისინი არიან დაახლოებით მაგალითად პი რიცხვი რომ არის ხო რაღაცა 3.14 თუ რაღაცა რომ არის რომელიც საიდან მოდის როგორ მოდის საიდან გაჩნდა სად გაჩნდა და არასდროს ზუსტი მისი ნომერა და ამ სიტყვა ამ პის ამ უცნობ რაღაცას ვიყენებთ და მე გებულობთ წრეწირის ზუსტ ფართობსაც და მე ზომავთ და ამ პის ვიყენებთ ვაფშე ყველა მექანიკურ გათვლაში და რაღაც მაგრამ თვითონ პი არ ვიცით რა არის საიდან გაჩნდა ვაფშე ხო დაახლოებით აი ესეთი მოსახმარისი და სახმარისი იდეები არის მაგალითად პლატონის იდეები ამ შემთხვევაში ზოგი ესე ამბობს მაგრამ აქ რომც დაუშვოთ რომ პლატონს მართლა შეუდრო ეს იდეები მართლა არსებობენ მარადულად არსებობენ უდროები არიან და იმის მიხედვით იქნება ეს წარმავალი სამყარო და ჩვენ იქ უნდა დაბრუნდეთ და ეს ერთგვარი მე ამაზე კავშირს აბებენ პირველი ტოტალიტარული სახელმწიფო აღწერა სწორედ პლატონმა და ამას 1000 რაღაცები მიდის ამასთან დაკავშირებით აი აქ უნდა იმას რა ქვია და მე რა გამოდის რომ ქრისტიანობამ საბოლოო ჯამში ვიარეთ და ისო პლატონური იდეებთან დაუბრუნდით და ჩვენ ყველაზე საკუთარ წარმომადგენელი თეოლოგი მაქსიმე აღსარებელი არაფერი არ სხვა თუ გადამამხერებელი პლატონური იდეებისა და ისე როგორც ნიჩე ამბობს მაგალითად რომ ქრისტიანობა სხვა არაფერი არ არის თუ არა პლატონიზმი ბრბოსათვის, ხა მასებისათვის, რომ ესე არ იყოს, უნდა ვაჩვენოთ, რომ მაქსიმე აღსარების ლოგოსები არ უიგივდება, არ არის იგივე, რაც პლატონური იდეები და ნუ ეს ორი გვერდი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ნებარი და ეს აზრია, მაგრამ ეს ნებაა, რომ ეს პიროვნულია და მე მაგრამ რომ შეკითხე აბა პიროვნება რა არის მითხარი, მე ვფიქრობ. კარგით. ესე იგი აქ მიზდეს და მოყავს ის ტოლესფენის და ტოლესფენის ახლა როგორც გითხარით, წიგნი გამოვიდა, მე მარცხის წიგნი იმისურად და წავიკითხე კაგრას ახლა ერთი კვირა, ორი კვირა არას დავამთავრე. ეს არის მე მაქსიმე აღსარების მეტაფიზიკა, ეს არის ბოლო წიგნია, რომელიც მაქსიმზე გამოვიდა, რომელიც ყოველ შემთხვევაში ვიცი. და თან კაგრას მაქსიმეს უყურებს წმინდა წყლის ფილოსოფიურად. ნორვეგიელი ავტორია. Ეხლა ვიწყებთ ბოლო ფრაზიდან. Orthos episimeni episis posiloghi denine taxonomica διευθετημένα καθολικά γέννη και είδη από μόνα τους είναι πρωτίστως και κυρίως οι αρχές ενός εμενούς ταξινομικού συνόλου γένων και ειδών. ეს ცოტა რთული არის, ეს არის მოგეთ ამას უყურებენ რომ ეს ეგზემპლარიზმს უწოდებენ, ხო არა, ეგზემპლარიზმს უწოდებენ. ეს არ არის ეგზემპლარიზმი, ამბობს, ეს არ არის რეალიზმი და ეს უფრო ნომინალიზმისკენ ვიხრებით. ხა ეს ტერმინები თქვენ თუ ნახეთ ახლა მაგას ვარ.
მოგონო რეალიზმი არის რომ ის იდეები რომელიც არსებობს ღმის რეალურად არსებობენ და ნომინალიზმი არის რომ ეს იდეებზე რომ ჩვენ ლაპარაკობთ ეს პროსტო სახელებია რა რომ უფრო კარგად გავარკვევთ და არის ესეთი ის რომ მაქსიმე უფრო ნომინალიზმისკენ ვიხრებით ნათმენდები ნომინალისტები ვარ და არა რეალისტები ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ კონცეფტს მაგრამ ეს მე ნახეთ როგორ მასკებულობს რომ საბოლოო ფილოსოფია ეს არის კონცეფტების წარმოება ესე იგი საბოლოოდ კონცეფტი კიდე რა არის კონცეფტი აი არის რა კონცეფტი გაქვს ცხოვრებაში ხო კონცეფტი არის ის აი რომელი კონცეფტის მიხედვით ჩვენ აპირებ ცხოვრებას ეს რომელი კონცეფტის კონცეფტებს რო ქმნი და აი ამ კონცეფტების მე იღებენ ისეთ ფორმას როგორც არის პი რო გითხარით ხო პი ეს 3.14 წრეწირის რადიუსა წრეწირის თუ რაღაცა როგორ არის და ეს პი რომ არის ეს პი რაც არის ეს რიცხვი ეს პიები რა წარმოიგონებ რაღაცა პისავით მოიგონებ რაღაცას და შენ წარმოქმნი მე რაღაც სამყაროს და აი რეალურად იმ სამყაროში ვცხოვრობ მე ჩვენ თითქოს ეს არის და არ დაგვეწყეთ რა სამყაროს ეს სამყარო არ არის უბრალოდ საზღმერთდება ირეკლება არამედ ეს სამყარო თავისთვისაც ცხოვრობს ესე იგი ეს სამყაროს და ბერძნებსა და კარგი სიტყვა universe ხო არის სიმბანზე ძახი ყველა ერთად აი ღმერთთან ერთად ვართ მე და ჩვენ უკვე ჩვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ რა ესე იგი იმდენად რომ ჩემი შერევა და შეღურა ამღურევა ჩემი საერთო ზოგადოებაში არ შეიძლება აი ახლა პლატონ იმასთან არისტოტელესთან არის რომ ინდივიდი არის პირველი ნამდვილი უსია და შემდეგ ზოგადოებები ეს არის უკვე აი წარმონაქმნებია აი ამ ერთი ინდივიდებზე ესე იგი კერძო საგნებზე, კერძო, საგნად ავიღოთ ადამიანის ღმერთის საგანია, ყველაფერი საგანია, შესასწავლის საგანი, მეცნიერების საგანი, საწვდომო საგნად ესე ავიღოთ, საგანი კი არა, ნიფტი კი არა, საგანი. აი როგორ საგანი, მათემატიკა როგორ საგანი, ფილოსოფია როგორ საგანი რა, ეს ღმერთი როგორ საგანი, ადამიანი როგორ საგანი, შე როგორ საგანი, მე როგორ საგანი. აი მისაწვდომი საგანი, აი ეს საგანი ეს საგნები საწვდომის საგნები ერთმანეთში არ აირევიან, ერთმანეთში გადადიან და ეს საწვდომი თავი საგანი არის ინდივიდი ერთი და შემდეგ აი ამ საგნების ზოგადოებების მსგავსებების დარასგან მაგალითად დავინახე 4 ფეხა რაღაცა ცხოველი და მივიღეთ რომ ჩვენ არის 4 არის 4 ფეხა ცხოველთა ზოგადოება. მე მივიღეთ იმის გვარი, მე მივიღეთ გლისებრთა გვარი, მე მივიღეთ სახეობა ძაღლი, მე ძაღლს მივიღეთ რაღაცა კიდე ბალონკა და სტოლების არისტოტელეც და მაქსიმეც გარკვეული აზრით ისინი წყებენ აი ამ ჩვენი ერთი ლოგოსებიდან და შემდეგ ისინი გადადიან ზოგადად აი ტოლესფენიც და ლუდოვიკოც ამბობს რომ ორივე არსებობს. ხა ლუდოვიკოს სწორად ამბობს რომ ტოლესფენი სწორად ამბობს რომ ღმერთისთვისაც არსებობს ზოგადობა. მე გითხრათ ეს კუდიც კი არსებობს. როგორც კუდის ზოგადობაც არსებობს, აი ეს კუდი რომელიც გაჩენილია კონკრეტულად ეს კუდიც კი არსებობს ღმერთის გონებაში. ხა ამას როცა კაცი იტყვი ხო შეიძლება დაალაგებული როგორ არის ხო? რანაირად შეიძლება იყოს ეს კუდი ღმერთში. რანაირად შეიძლება ზოგადობა მაგალითად ქალაქი. არ არსებობდა ქალაქი და ღმერთმა უკვე იცოდა რომ ქალაქებია, როგორც ასე წარმონაქმნი ქალაქი იქნებოდა და რატომღაც ის ჯერ არ უნდოდა ის ქალაქის მიმართ გამოხატა ღმერთმა თავის დამოკიდებული ბიბლიაში. შემდეგ არის მოგე ბევრი რაღაცეებია რა აქ ესეთი ბევრი ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი ზოგადოებები ვაწარმოოთ მეგობარო და იქამდეც კი მივიდა ანალიტიკური ფილოსოფია, რომ არის possible worlds, ნუ ლოგიკის ერთ-ერთი განხრა არის. წავედი ვნახე რაღაცა თვისები. ხო, მე არის აი მოწინავე თვისები, მაგალითად მესი არის ადამიანი, ვანაი თვისება, მაგრამ ფეხბურთის თამაში მისი მთავარი თვისებაა, ხო? და აი ეს არის მისი წამყვანი თვისება. აი ეს წამყვანი თვისება კიდე სხვა არის და ყველა თუ წამყვანი თვისებას განავითარებ, მაშინ მიიღებ მესის. თუ წამყვანი თვისებას არ განავითარებ და ვერ მიიღებ ეს ეპიგენეტიკა აქედან მოდის მე. აქედან მოდის პლასტიციზმი, თანამედროვე ფილოსოფია, ეპიგენეტიკა რა არის? ყველა მე შენ ყველას გვაქვს ერთნაირი გენი, უერთნაირი არა. ნუ აი ჩემი კლონი რო აიყო რა. და რო აიყო ჩემი კლონი, მაგრამ სხვადასხვა ვითარებაში რომ მოხდება სხვადასხვა რაღაცაში, მაინც სხვადასხვა ადამიანს მივიღებთ რა რეალურად. მაინც აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანს მივიღებთ. აი მაგალითად წიგნი რომ არის ბნელი მატერია, dark matter, ხო, ბნელი მატერია გამოვა. მატერ წიგნი არის, ხო, ძალიან კაი წიგნია. აი ბნელი მატერიის მატერიაში რომ არის, ოდესაც
კვანტურ სიმრავლეებში გადადიან პარალელურებში, პარალელურ სამყაროში, მე პარალელურ სამყარებიდან მოდის თვითონ და ის ადამიანი თავის თავი რა, თავის თავებს ხვდება. როგორ პარალელურ სამყაროში არსებულ თავის თავებს ხვდება, იმათთან ძალიან ესეთი ურთიერთობა და საკმაოდ რთული ურთიერთობებში მოკლასაც უპირებს. ხო და ძალიან რთული ურთიერთობები აქვს და ისინი მაინც სხვა არის, სხვა არის, ის სხვა არის რა, ეს სხვა ადამიანები, აი პიროვნება მაინც სხვა არის. ხო, ესე იგი ჩვენ იმიტომ კი არ უგიდებთ საკუთარ სხეულს და არ უგიდებთ საკუთარ ინდივიდუალს. არ შევერწყმებით მას, სინხიზის შერწყმას ნიშნავს ქართულად. ხო, რწყმა, აი აქედან სწორი ყოფილა სინხინო, რწყმა, მაგიტომ არის შერწყმა, ხინო, ესე იგი მორწყა, ხო, რწყმა რაღაც რწყა, ესე იგი ხო ეს სიტყვა უნდა საერე მოვიტანე შემოურვა გამომყურებ. ხო და უცებ რაც მომდის ხოლმე თავში. აი რა იენი, იდი, იდიოტიტეს. ესე იგი როგორ არის ტიპი, ეს არის გენი, ქართულში როგორ სახეობა, გვარი, ხო, გვარი, სახეობა და იდიოტიტეს არის უკვე ცალკეული ინდივიდები, აი ესე იყო და ესე იგი რა არის ხა ზოგადოებებს იცავს ტოლესფერი და ზოგადოებებს იცავს ზოგადოებები ნამდვილად არსებობენ და ღმერთს ამაზე უფიქრია. ეს ვიდრეშეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ადამიანი რეალურად პირველადი რა თქმა უნდა არის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ლოგოსი და ინდივიდუალური საგნების ლოგოსი. მაგრამ საბოლოო ჯამში ინდივიდუალური ლოგოსი არის მაინც ადამიანის პიროვნება. იმიტომ რომ ადამიანია მარტო. და მაგრამ ადამიანი რო იყოს, აი წარმოიდგინეთ, ნამდვილი შემოქმედი, მას უნდა კონდეს თავისუფლება იმისა, რომ აწარმოოს სრულიად განსხვავებული რამ. და სრულიად განსხვავებული რამს რამეს რო აწარმოებს, ის ხო წარმოიშვა. და ჩვენ როგორ უნდა დავუშვათ, ხო ღმერთმა ეს არ იცოდა. აი მე ვაწარმოებ რაღაც მანქანას, Mercedes. ეს მე კი არა, ზოგადად ყველა ბევრმა ადამიანმა მოიფიქრეთ, ხო? მეც მაგაში სულ იმიტომ მე ვატარებ მანქანას რაღაც, ხო? მაგრამ Mercedes-ი მოვიგონე არა და აი კონკრეტული Mercedes-ია. Mercedes-იდია ხო არის ღმერთში. და მე შევქმნი Mercedes-ის მოდელი. აი მოდელი ერთი მოდელი არის სახეობა და გვარი, საერთოდ Mercedes-ები რაღაც გვარი, უამრავი სახეობა შემოდაყვა, ორგვარი აი შედი მანქანის იმაში ხო არის მაგალითად ჯიპები, ისინი უამრავი გვარი, სახეობა, ინდივიდი, განსხვავდება ფერით, განსხვავდება იმით, ამდენნაირია, ხო? ამას ხო მე ვაკეთებ. მე ეს ხო იცის, მე ვაწარმოებ ზოგადოებებს. და ზოგადოებები არის, განა ილუზიურია. აი სტოელებისთვის ილუზიურია. სტოელებისთვის ის ყველაფერი ილუზია და არის ნამდვილი უწრო მე აილევა და ჩაილევა და აი ფეთქდება. ყველა მაქსიმალ კიდე ამბობს, არა ის ზოგადოებებიც არის. ესე იგი ზოგადოებების ნარჩუნდება. მაგრამ როგორ? ღმერთის მარადილობაში შედიხარ, შეიძლება ღმერთი აღარ დასაწყე აღარ ზბოლო გაქო ამბობს. ეხლა ამას არ ამბობს აქ ლუდოვიკოსი, მაგრამ აი ტოლესფერს და მამა ქრისტე ამბობს, თუ შეიძლება ამბობს კიდეც არ ვიცი. ესეთ როგორი თამაში შემოდის. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ციხში და ტოლესფერში აი ეს არის დადგენილი, რომ მაქსიმესთვის ეს ზოგადოებების არსებობს და ინდივიდუალური გვარები, სახეობები ყველაფერი არსებობს. ეს სტრუქტურები, ეს არსებობს სხვა ცხრილები, set თეორია რომ არის, სიმრავლეთა თეორია რომ რანაირ სიმრავლეს გინდა იმ სიმრავლეს გააკეთებ. და ეს ყველა სიმრავლე ხო რეალურია, კაცო. და როგორ შეიძლება რამე რეალური ღმერთში არ იყოს? ხო და აი ამას ამბობს. ხო, აი მაგრამ სტრუქტურა როგორ არის? ეხლა წავედით. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, კაი, გადავწდი ამას.